ალო. გამარჯობა. ბატონო თედო. ცოტნე ვარ ფუტკარაძე, ჩემი მყავდა მოყვანილი თქვენთან. კი, ცოტნე რა იყო მოხდა რამე? შეტევა გაუმეორდა ბატონო თედო. ცუდად არის ისე. გამარჯობა. ვახახა. მოკლედ მოვიდა აგერი ბატონო ტარიელი და მზადაა რომ გამოძიებასთან ეთანამშრომლო. ძალიან კარგი, დაბრძანდით. მაგას სხვა მოწონს კი არა, ვაფშე მოიგონა ეგ რა. აბა რა ხდება, მითხარი. რა ჭირს და ცოტა ხნის წინ ნახე აფთიაქთან. მე რამეს დავჯივარ აფთიაქ. ფსიქოტროპულთან. ნინო, იცოდე, შენ თუ კიდე რავეს მიქარავ, ეს ამბავი არ დამთავრდება, იცოდე კარგად. რას მივქარავ? დემონსტრაცია. ახლა დედე, რა ლამაზი ხარ, დედი. ნახავებო? კაი, მე დაიბანე ხელები და გაჭყო. სუპს ხო შეჭამ? ხო. ლიზა, რა შვები ამდა ხანს, მოდი. რა გჭირს და რატო ხარ მოწყენილი? გეხოცება გასხლდება ახლა სუპი და გაჭმევ, კაი? ეს ცა შეეშალოთ მგონა. ლენა გამარჯობა. მაკავარ. დოდოსი. კარგად, შე როგორ ხარ? ლენა, მე მგონი რაღაც შეცდომა მოხდა. ზედმეტი ჩამერიცხა თანხა. ხო. მე ამდენი რატო? კარგი, მადლობა. აი, მე დედი. დელა რა გჭირს? დედა რა გჭირს? მაგაკული მდგება. მე დაწაკი რაკეთის დაურეკავ. წამოწაკი. კეთ, ლეილა ძალიან ცუდა და გეხვეწები შემოდი რა. არ ვიცი გული ტკივა. კაი, მიდი. ანახა პულს გაგესენჯა.
რა შვებში ჩემ სახში ხარ? აღარ უნდა გამოხვიდე გარე? სამსახურში მაინც არ მინდა რომ გამოხვიდე. კაი, რა ჩაჯექი სახში დო? ბიჭო საღამოს რამე მოვიფიქროთ არინა? აი რა დაგემართა ხო მოგვარდა ყველაფერი ხო? და მომისმინე რაც მოხდა ხო არ უნდა გადაყვე ხან ყველაფერს. აი ეგრე იძახი შენ სულ და მე აღარ ეკავ ხოლმე. აი დაგირეკავ აი. დილომშვიდობის. ავსალებ. არა დავლიო. სამსახურში მიდიხარ? ნუ. აბა როგორ არა? რა ჩარჯდა სახში. აბა რა იქნება როგორ მიცოდება ეგ ბიჭი რა. აი მოგვარდება ყველაფერი. იმედია. დიავნახე გუშინ. საერთოდ სალონში მივდიოდი და სეინობდა. მე არაფერი კაფეში დავჯექით ვიჭორავეთ. რაზე იჯორავ? რაღაც ეს სწავლაზე მიყვებოდა. კაი გუგუ ეცი მომწონს. როდის უნდა გააოფიციალუროთ თირთად? რა, ცოლად მოყვანს არაპირებ? აი რა რუსთან ცოლად მოყვანს. რა ვიცი კი მოიყვანე და გაგვეცანე და არა ეხლა ვინც ეს გაგაცნობთ ყველას ცოლად კი არ მოუყვან. და არა ეგ რა შუაშია ხო. აი რა რუსთან რაზე მელაპარაკები ხარ ცოლი მოიცანა. კაი ნუ ისე მაინც მოიყვანე სტუმრად დაპატიჟა ჩვენთან. არ ვიცი ნახოთ. აი წავედი ახლა მე რა. კაი და ჭკვიანად ვიყავი. აი ხონუცა. აკო რა შვები? რა ვიცი არაფერ სამსახურში ვარ, შენ? რა სახში ვარ. მალე მოხვალ? რა ვიცი რაღაც საქმეები. მოხდა რამე? ვარ არაფერი რაღაც მინდოდა მეთქვა და მითხარები. თუში არ მინდა მე გეტყვი რა. დამაინტერესა ეხლა. ნუ არაფერი მოხვალ და გაიგებ. აი საერთოდ კეთის გაცილება ზეგ ხო გახსოვს? ზეგ. დრო ვერ მოვახერხებ. დღეს ახლა გავივლი ვნახავ და დავემშვიდობები. ხო, კაი, არ დაგავიწყდეს, ხო? არა, უნდა დამავიწყდეს. შენას მეუნეოდ ირის თქმა გინდოდა? ნუ მოხვალ და გაიგებ. ხო, კარგი. ეგოს ნახა შემცადია. ხო, კაი. მობრძანდი. ვა, ლევან, შენ არ გელოდებოდი. რა არ ხდება? როგორ ხარ? კარგად, შენ? დაიცანი ნოდარი. სასიამოვნოა. მობრძანდი, დაბრძანე. ლევან, ამდენი ხანია არ ვინახე ხარ. ნუცა როგორ არის? კარგად, არა უშავს. შენები როგორ არიან? მადლობ, კარგად, მომიკითხე ნუცა. აუცილებლად. ხო, ეხლა რატომ მოვედი ჩემთან მე და ნოდარი? სამსახური გვინდა შემოგთავაზოთ. სამსახური? ინტერესო ისმენთ? ნოდარი უკეთ აგიხსნის. კი ბატონო. თქვენზე ბევრი კარგი რამოსვენია. კარგი იურისტი ბრძანდებით. ხალხი ესე გიცნობთ. ამიტომაც ვარ ჩვენ ახლა აქ. სასიამოვნოა, მადლობთ. მოკლედ ბევრი მოკიბლის გარეშე პირდაპირ საქმეზე გადავალ. მოკლედ ბათუმის პორტში ერთი თურქული კომპანია შემოვიდა. ეს რამდენიმე დღეა. კი, მსმენია. ძალიან კარგი. ქართველი იურისტი გვჭირდება. აქაურ საქმეებს რომ მიხედოს, საბუთები და ასე შემდეგ. მოგესმით რა? კი, გასაგები. და ამიტომაც თქვენი თავი შემოგთავაზეს. სასიამოვნოა. ანაზღაურებას რაც შეეხება, გაცილებით მეტი გექნებათ, ვიდრე აქ გამიმუშავებთ. დათანხმების შემთხვევაში როდიდან უნდა დავიწყო მუშაობა? ხო, დათანხმების შემთხვევაში პირველ რიგში ბათუმში უნდა წამოხვიდეთ. საცხოვრებლად.
გაცხოვრებად. ხო, იცი მარტო საბუთებთან შეხება არ გექნება. ბევრი საქმიანი შეხვედრა მოგიწევს. შეიძლება თურქეთშიც გადახვიდე ხოლმე, მოდი თბილისიდან არ გამოვა რა. ესე იგი. შეგიძლია არ გითხრა ეხლა პასუხი. დაფიქრდი მაინც რამოდენიმე. თქო რა თქმა უნდა ასე მერჩებია. ძალიან კარგი. კარგი, მაშინ ჩვენ წავედით და როცა ჩამოყალიბდები დავიკავშირდე. კი, აუცილებლად. ბედნიერად. დროებით. ოჯახში მომიგეთ. აუცილებლად. დალიეს და დაწყნარდი ხო ცოტა. კაი, დამშვიდდი რა, გიკანკალებს ხელები. იქეთი არ ვიცი, ძალიან ცუდდება. ხო, მაგრამ არაფერი არ იქნება სერიოზული, დარწმუნებული ვარ. თან რა განერვიულებს ნიკაც იქ არის. დამიჯერე, მაკა მართლა ძალიან კარგი ექიმია ნიკა რა. მე რა ვიცი, რო გენახათ რაფერი გონა, მეგონა მოკვდებოდა. კაი, რა მიხედავს ნიკა ყველაფერს, არ ინერვიულო შენ, ხო? ნუ გიშინი, აი ნახა. მართლა ყველაფერი კარგად იქნება რა. ნიკა რა ხდება? დავშვი, ყველაფერი კარგადაა. აჰა, ხო გითხარი არა. ხო, გით რაღაც გამოკვლევები ჩაუტარეთ და არაფერს არ გვიჩვენებს რა. ანუ სერიოზული არაფერი. სერიოზული ნამდვილად არაფერი. როდი შეიძლება რომ ნახო? ნახვით ჯერ ვერ ნახავ, მაგრამ უბრალოდ რაღაც გამოკვლევებს კიდე უტარებენ და დღეს დავიტოვებთ ალბათ რა. თუ სერიოზული არაფერი არა, რატო? იცი რა, ნუ დღეს დავიტოვებთ, ხვალ წაიყვან უბრალოდ, ესე ჯობია რა. ესე ხდება ხოლმე, რა ერთი დღე პაციენტს მაინც. არა, დღეს აუცილებლად უნდა დავტოვოთ რა სამბო. რა თქვენ უკეთესად იცით, მაგრამ ხვალ ნახო შეიძლება, ანუ კი, პალატაში რო გადავიყვანთ, ნახავ უპრობლემოდ. კარგი ნიკა, ძალიან დიდი მადლობა. არა, რისი მადლობა რა. აპატიეთ რა. რა სამრისი მადლობა. მოკლედ, თუ რაღაც არის პირდაპირ მე დამირეკე, არ არის პრობლემა, ხო? კაი, დროებით აბა. აი, დამშვიდი ცოტა. მე ადმინისტრაციაში მაქვს რაღაც საქმე, გავალ და აქ იყავი, ხო? მოვალ მაგრამ. ხო, მე ძალიან მომშივდა რა, წავალ და რამე შეჭამ და შენ წამოკლე. ემელია გეხოცებ, მე არაფერი არ ხო, ბარაკო, დილიდან აქ ახარ, კაცო, რამე უნდა ჭამო. ბატონო, დადო გამარჯობა, მაკა ვარ. ხო, მაკა, რატომ არ მოხვედი დღეს სამსახურში? დოდო, დედა ჩემი გახდა ცუდად და საავადმყოფოში მოვიყვანე, რაღაც გამოკვლევებს უკეთებენ. უი, რას ამბობ და ახლა როგორ არის? ეხლა უკეთესად, მაგრამ დღეს ტოვებენ საავადმყოფოში და დადო დღეს რაღაც შეცდომა მოხდა. არა, არავით არის შეცდომა. ანგარიშზე ჩამერიცხა ზედმეტი თანხა. ხო, ბუღალტერთან დავრეკე და არა, არავით არის შეცდომა, ეს შენი კუთვნილი თანხაა. როგორ? იმიტომ რომ სახლი ხომ გაყიდე. ხო და პროცენტი დაგერიცხა როგორც აგენტს. დიდი მადლობა. ხო, იცი რა, სხვა დროს უფრო მეტი პროცენტი ირიცხება ხოლმე, მაგრამ შენ ხომ აგენტი არ ახარ. ძალიან დიდი მადლობა. კარგი, მოკლედ ყველაფერს პრობლემას რომ მოვაგვარებ, გამოდი სამსახურში. აუცილებლად. კარგი, აბა დროებით. კარგი, კარგად. ფოკუსი უნდა გაგიკეთო. რა ფოკუსი? აი ნახავ ახლა, მოიცა? აუ, 5 ლარიანი არ გააქვს? მიცა და ვნახო. დიდი. ხუთი ლარი კი არ მინდა, 5 ლარიანი მინდა. მეცა და აუ, 10 ლარიანი რო იყოს. იყოს მინდა. ვა, სალი. რას აკეთებთ? ფოკუსს აკეთებს. რა ფოკუსი? აი ნახავ ახლა, ვიცადე? აი ამ 10 ლარიანს ახლა ისე გამოვიღებ, რომ ხუნდები არ დაიგნება. მე არ თქვენი ბრალია, თქვენი რა ჩვენი ბრალი ყოფია.
საი ხა გამოვა. კაი, გაგვიანებოდა შენ. უი, ხო, წიგნი უნდა გამოვიტანო. ხო. აუ, დაიკეტერა მე. წავედი. ამოვარ და მე განახებ როგორ კეთდება თქო. კაი. მოგწონს? ვინ და თორნიკა? ვიცი, კაი ბიჭია. ხა რაღაცა ისე უყურებდი რომ შეგამჩნიე. კაი. გამარჯობა, კაცო. გამარჯობა. ფისოი სახლშია? კი, სახლშია. ნაირა, რა ქარმა გადმოგაგდო? ფორცის მანქანა მოთხოვე, ჩემსაც დანა არ უვარ. დანა გაუფუჭდა. მაგდანას ყიდო რო უნდა არიცი? მე რამდენად უნდა გამომართო? მიდი გოგო გამოუტარე. დაჭიქი. ყავა ხარ დაველია. არა, სარიცხი მიდგას. ისე კი გასინჯავდა შენძლის მოდუღებულ ყავას, ვიცი. ყელზე არ დაგადგეს. ისეთ დაბნეულია. სულ იმის შიში ვარ, ცეცხლი არ წაეკიდოს რამეს. რას ამბობ, ბავშვია ისწავლის. ბავშვი არ ვიყავი. ცალკე ბავშვს უვლიდი. ცალკე დედამთილსა, ცალკე მამამთილსა. კი იცი შე როგორი მოსავლელები იყვნენ ისინი. მახსოვს, მახსოვე. აი ბავშვზე რა შვებით? რა ბავშვზე? ორსულად არა ხარ? არა. ჩემ ამბულმა მეოთხე შვილი გააჩინა. ხო პატარა, მაგრამ ისეთი ყოჩაღია. ახლა მეუბნებოდი ნინო. თავრიკო მეოთხე შვილი გააჩინა. მომილოცავს. კი, მაგრამ ის ახალწუთროელოდა. არა, რას ამბობ შემოდგომაზე. შემოდგომა. თქვენთვისაც მალე მომელოცოს. აიმე. ამას წვიწი რომ ედოს რამე იმას ვერ დაინახავს და ბავშვს გასწრთის? მიდი რა ყავა მოადუგებ. არა, რას ამბობ? არა, მეჩქარება, სარეცხი გადმომივა. წავედი. კაი. მადლობა, კარგად. აღარ გაგაცილებ. ეგოგო დროზე აგვიანდება საქმესა. ისე ხალხის თვალწინ რო არ დამამციროთ ხოლმე არ შეიძლება? მაგენის ტლიკინსა ზრდილობა გესწავლა არ შეიძლება? მე არ ვიცი, გაგიჟებული რა. არ დამიბეჭდა იმას სტატია. კაი რა. ნუ რას ელოდებოდი, არ იცოდი რა ტიპია. აიმე, გვანცა რამდენი ვიმუშავე, შენ ხომ მაინც იცი. მესმის თათია, ახლა მეც ეგრე ვიყავი, რაღაც ამუშავე. არ ვიცი. არა, ამ თემებს რო გავყევი, შენ არ იცი ვის მივადექი. ვის? გიას. გიას? კი. ბატონი გია ერთ-ერთი კომპანიიდან იღებს ფულს, რომ მეორე კონკურენტ კომპანიაზე დაწეროს ცუდი სტატია. ვაი, ვიცოდი, რომ რაღაცას ხლართავდა რა. და ეგ მე დამაბეჭდინებდა სტატიას? კაი რა, რას აპირებ ხა? არ ვიცი, შევალ, ვეტყვი, რომ ყველაფერი ვიცი. ვიცი, ნახოთ რამე რა. ვდგები და ბოლოს დაუბეჭდა. მაგრამ აზრი? არ ვიცი, აზრი ის არის, რომ ბოლო რაღაცას შემომთავაზებს. თუ არა სტატიას მაინც დაუბეჭდა. თათია, კაი რა. რისთვის მუშაობ? კაპიკებისთვის. რა სტატიას დააბეჭდა? რა უნდა შემოგთავაზოს? ეხლა ისეთი გრანდიოზული რომ შენ მოგეწონს რა. ხო, მაგრამ რა გავაკეთო აბა? ნუ აი რომც დააბეჭდოს ეგ სტატია, არც ფული გექნება და რაღაცა პრობლემები შეგექმნება დარწმუნებული. რა გააკეთო და ამ ხოლო კომპანიები რო ეძებენ ჟურნალისტებს პიარისთვის უნდა წახვიდე. იქ ფულსაც გააკეთებ და ამ შავ საქმეებშიც არ იქნები ჩაფლული. მეც პიარში ვარ თათია და მშვენივრად ვხსნობ თავს რა. არ ვიცი, გვანცა რა, ისე ხანდვილი ხوارა. დამიჯერე გეხვეწები რა. დამიჯერე, ვიცნობ ძალიან ბევრს და ყველას მოუნდება შენი აყვანა დამიჯერე. არ ვიცი, რაღაცას მოვიფიქრე. გია ნახე რა. აუცილებლად უნდა დავაწვინოთ. იცი რა შეა საქმე, აუცილებელი არ არის, მაგრამ სახლში მარტო დატოვებას არ შეიძლება რა. მეც მუშაობ, ხო გესმით, არა მთელი დღე ვერ მივდივარ სახლში. მესმის, სწორედ ამიტომ გითხარი იქნებ დავაწვინოთ მეთქი რა. იცი რა არის?
ერთ კვირაში არაფერი არ გამოსწორდება, წამალი მოქმედებას უცებ არ დაიწყებს. ჩვენ გვაქვს ისეთი პალატები, სადაც მარტო იქნება სიმშვიდეს სიწყნარეში მძიმე პაციენტები არ შეაწუხებენ. სულ მარტო უნდა იყოს? არა, სულ მარტო რატო გვერდით პალატებში არიან, ვისაც ნევროზი აქვს, ვისაც დეპრესია, მსგავსი პრობლემებით რა, მოკლედ. შენს როცა მოგინდება, მაშინ შეგიძლია მოხვიდე და ნახო რა. რა დაждდება? იცი, ყვება, კურნალობა 200-300 ლარი დღეში ალბათ თან იქ პალატის ფულიც გადასახდელია. იცი, არ ვიცი, შეიძლება უფრო იაფიც. მოკლედ თუ გადაწყვიტა, მითხარი დავიანგარიშებ და გეტყვი რა. სხვა გამოსავალი არ არის? არა, როგორ არის გამოსავალი. მომლელი უნდა იყვან. მაგრამ აი წამალი დროზე რომ დაალევინოს, შეტევის შემთხვევაში დამრეკავი მაინც რო იყოს ტელეფონზე. მაგრამ მარცხა არ დაგიჯდება იაფი. კი, ვიცი. კიდევ ერთი გამოსავალია. რომელი? მთელი პასუხისმგებლობა შენ უნდა იყო თავს. ჩვენ ქვეყანაში პატრონი თვითონ იღებს ხოლმე თავის თავზე. მთელ პასუხისმგებლობას რომ მეტი ყურადღება მიაქციოს. არა, ყურადღებას ვაქცევი ხარ, რაც შემიძლია. მარტო ყურადღება არაფერს არ უშველეს. სიმშვიდე უნდა ოჯახური სიმყუდრო, ენერგიული ფონის მოხსნა, მეტი კომუნიკაცია საჭირო. იცი რა არის? უფრო ცუდი პაციენტებიც არსებობენ. აი არიან ისეთები, რომლებიც უძალიანდებიან პატრონებს, არ მოდიან, ჯიუტობენ, აქ კი პირიქით და შენი მოწადინებულია რომ თვითონ გამოჯანმრთეთ. ხო, მეც მითხრა რომ დავწვევიო რა. მეც მაგიტომ მითხრა. დავწვევიო. მოდი რა, შევიდეთ რა, იმიტომ რომ უკვე დიდი ხანია ვლაპარაკობ და რამე არ იფიქრე სწოდი, ხო? კი ბატონო. ვერ ხვდები რატომ მიდიხარ? რამდენჯერ უნდა გიხსნა? ხო, მაგრამ არ მესმის რას მეუბნები. არ მინდა რომ ხელი შეგიშალოთ. ხო ხედავ რომ სულ ჩხუბობ და დავიღალე უკვე რა. და რატო ჩხუბობ? აი რა დედა. ეგ მიზეზი არ არის. რა არ არის მიზეზი? ყოველდღე ვიღაც კაცთან რო ჩხუბობ არ არის მიზეზი? არა. ხო, კაი. შენი კაც გამოხარ გაბრაზებული. რა შუაში აიკა? რა შუაშია და ნერვები გაგმოშლილი და მე მაბრალებ ახლა რაღაცებს. ძალიან დიდი მადლობა, იმიტომ მოგიყევი რომ მე წარმომეძახო ხოლმე. არ გაძახებ, მაგრამ იმას გეუბნები, რასაც ვხედავ. კაი, დამანებე რა თავი. შენ რა გინაღლება? მამა ყავს და როცა გინდა წახვალ და სადაც გინდა იქ წახვალ. და შენ რა პრობლემა გაქვს? ვერ ხვდები რომ ვბერდები. რა შუაშია? რა შუაშია და არ მინდა მარტო დარჩენა. და არ ხარ მე მარტო. როგორ არ ვარ? ეხლა მიდიხარ. რომც მოbrunde კიდე როდის წახვალ კაცმა არ იცის. და მე რა ვქნა მერე? სულ მარტო ვჩები. გეხოცები ნუ იგონებ რაღაცებს რა. არაფერს არ ვიგონებ. რაც არის იმას გეუბნები. აი, გვეყოფა ხო? ალო. გისმენთ? კარგით, მადლობა. ვინ იყო? ტაქსი მოვიდა. წავედი მე. რაღაცები დავტოვე და დაგირეკავ მე. შემოვიდი. როგორც კიდე. Алло. ხო, ცუდ დროს ხარ გირეკავ. არა, სალი წავიდა სახლიდან. ხო. არა, რა უნდა ვქნა, არ ვიცი. კაი. თუ შეგიძლია მოდი. კარგი. დედა შევიდა შემოვიდა. ხატნა. შენ აქ რა გინდა? შენ გავდებოდი. რა ხდება? ეგ მე უნდა კითხო რა ხდება. რა? და წამლები დადიხარ ცოტნე. რა წამლებით? ფსიქოტროპულით. საიდან მოვიტანე? ვიცი და ისიც ვიცი რომ კლინიკაში იყავ. თუ რამე სხვა პრობლემა გაქვს და მაგიტომ არიდებ თავს. რა იყო დამძდე? რა დაგძდევ ცოტნე მაინტერესებს.
რა გინდოდა კლინიკაში განარკომდი? თუნდაც გავნარკომადი შენ ვინ გეკითხება? მე ვინ მეკითხება? ხო, რომ დამადეგიებ და დაკითხვას მიწყობ ვინ მოგცა მაგის უფლება. მე მგონი შენი მეგობარი ვარ და მაქვს უფლება. რა გაცინებს? არაფერი. კიდე რამე საქმე? არა, არაფერი აღარ მინდა. ნაშ კარგად ბრძანდებოდი. კარგად. ხო, კარგად ბრძანდებოდი. გამარჯობა. რატო ხართ გარეთ შემოიყვანე ცოტნე სახში? დედა ეჩქარება რა და. შემოდი ყავას დაგალე. არა, მადლობა, მე ჩქარებად უნდა გავიდე. კარგი, მაშინ შემდეგზე იყოს. დავიცილებ. კარგად. წავედი, მოვიდა უკვე. დავიცი, ასე მითხრა შენთან მოვიდეო და შენთან უნდა ვიყო. კარგი ხო, წავედი. გამარჯობა, მოდი. მოდი. როგორ ხარ? რა, კარგად, ჩენ? მამა, რა ხდება აქ? რა ხდება? გამლაგებელი არ ყო და რამდენიმე დღე გარი. ხო, მივხვდი. იმედია ჩემ ოთახში მშვიდობაა. გასა იმ ოთახში არ შევდივარ, მამა. შენ მითხარი ხომ მშვიდობა რა მოხდა? რატო გადაწყვეტე ასე უცებ გამოსვლა? აუ, რა ვიცი, არ მინდა და ხელი შეშლა. თანს უკამათობდი იმ კაცთან. ბიჭო, ხა ჩემთან პრობლემა არ არის, ხა ამდენი ხანი წინ და ამდენი ხანი იყავი. თუ გინდა სულ ჩემთან დარჩი. მაგრამ დედა შენი ცოტა არ იქნება? რატო არ ცოტა? არ ვიცი, მარტო იქნება მას. არა, პირიქით, თავისუფლად იქნება. არ ვიცი. შენ ხო შეგიშლი ხელს? რას ლაპარაკობ? მე ძალიან მიხარი რომ ჩემთან იქნება. მარტო. აქში რა? კი, გაქვს რამე? ეხლა არაფერი არ მაქვს, მაგრამ დაურეგოთ და რასაც გინებას მოიტანა. პიცა? იყოს პიცა. ემეში მე აბაზანაში შევა მანამდე. კარგი. და რომელი პიცა მოთხრა? რავი, რომელიც შენ გინდა? მე ხინკალი მინდა. მაშინ ხინკალი უთხარი. კარგი. და რომელი ხინკალი უთხრა? სულ ერთია, მამა. კარგი. შენ ტელეფონი რეკავს? დედა შენია? სალი? ხონათია? კი. აბაზანაში შევიდა. მისმენე, შენ როგორ ხარ? ნუ ღალავ რა, ეს გადაუვლის და დაბრუნდება. გეუბნები ეგრე იქნება. კარგი. კარგად ეხა. Так. სალი რო გამოხო დედას დაურეკე. დედა პური დაგიჭრა? დედა. პური დაგიჭრა? არა, რაღაცნაირად ამშია. ჭამე, ნახო ის სწავლები გარდასალებია რა. კაი, მაშინ მე თვითონ დავჭრი მომე. ვინც დაგიჭრა? რატო დამიჭრი ცოტნე დამბლა ხო არ მჭირს, გამაგებინე, ნუ. დედა, დანა მიჭირავს ბარემ და დაგიჭრი რა. მართალი ხარ ხოლმე, მე კიდე ტყუილა გიჩხუბები. ჩემი კარგი ბიჭი ხარ შენ. ყველი გინდა? დიახ. ადე კიდე შენთან დაიჭრე. დედა, თედომრაო, რა თქვა? თუ წამლებს თავის დროზე მიიღებსო? ხო. არანაირი პრობლემა არ იქნება და მალე განიკურნებაო. ხო, არა, ეგ მეც მითხრა, მაგრამ ჩემი მარტო დარჩენა რო პრობლემაა? არა, უშავს მოვიფიქრეთ რამეს რა. მე რას მოვიფიქრებთ? მე მგონი მართლა ჯობია რომ დავწერა. კაი დედა რა. დავწერე კლინიკაში. შენ სამსახურში ივლიწნარად რაღაცა შენ საქმეებს მიხედავ. არ ჯობია ესე? არა, დედა, რეებს ლაპარაკო, კარგი რა. რა ღირს ეს კლინიკა ძვირია? არა, ეგ არაფერ შუაში არ არის. დედა, იცი რა ვიფიქრე? ეს სახლი ხო არ გავყიდოთ, დედა. ცოტნე არასდროს აღარ თქვა ეს. არავითარ შემთხვევაში. ჯერ რამდენად უნდა გაიყიდოს ეს სახლი, რომ სხვა ბინა ვიყიდოთ და ჩემ მკურნალობას იყოს კიდე. რავი, ისე ვიფიქრე. და მე იმას გავაკეთებ, რომ შენ უბინაოდ დაგტოვებ? გამორიცხულია ეგ. ორჩი ჭამას?
კი. წამოწმობ თამაში. დაანები ამას თავი მიავალაგებ რა, ცოტა დაანები. იცი რა, გიჩვენე რომ მითხრა. ვინ იყო ის გოგო? ჩემი მეგობარია. და მეგობრები რო ესე არ ჩხუბობენ. ძალიან გამომიყვანა წყობილებიდან. ცოტა მომისმინე. არასდროს არ უნდა ელაპარაკო ქალსას. აი დედა მე წავალ დავწოდდი რა. თუ რამე დაგჭირდეს? გამაღვიძე, აი? აი. იცი რა მითხარი? და სახში რა თორ შემოიპატიჟე. მოგერიდა? არა, დედა, რეებს ლაპარაკო. რაღაცა საქმე ქონდა რა და წავიდა რა. აი დავწოდდი. დედა ხო იცი ხა შენთვის გადაღლა და ნერვიულობა რო არ შეიძლება. ვიცი. სად მიდიხართ? ეხა აჩოტები უნდა გაბარო. კაც საქმე გამოუშთა და მეც მივყვები რა. აი. გაზღურის ვერ მივხვდი? ani რობოტი რა. სალით ხართ? დიახ. მითითებული მისამართზე ვიყავი და იქიდან აკამგზავრეს. ხო, ახლა აქ ცხოვრობ. ზავნილია თქვენ.